საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის გორი გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. შეჯიბრებას გორის სპორტის სასახლე მომასპინძლა და მასში ჩვენი ქვეყნის 20-მდე ქალაქის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. მოგახსენებთ, რომ ქალაქმა გორმა 24, 25, 26 და 27 აპრილს უმასპინძლა საქართველოს პირველობებს თავისუფალ ჭიდაობაში. 24 და 25 აპრილს გაიმართა 20-მდელთა შორის, ანუ იგივე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ჩვენი დარბაზის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა და 10 წონითი კატეგორიიდან შევძელით და 6 წონითი კატეგორია მოვიგეთ. შესაბამისად, ჩემპიონები ვინც გახდნენ, ისინი ამ ზაფხულს მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, შემდეგ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე. რაც შეეხება 26 და 27 აპრილს გამართულ სკოლამდელი ასაკის საქართველოს პირველობას, იქ ჩვენი დარბაზის მოჭიდავეებმა შეძლეს 3 ოქროს მედლის მოპოვება. სკოლამდელ ასაკში მარტო ევროპის პირველობა ტარდება, რომელიც ასევე ზაფხულში გაიმართება და 3-ვე ჩემპიონი გაემგზავრება ამ ევროპის ჩემპიონატზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვე 4 წელიწადია, რაც 5-ვე ასაკობრივ ნაკრებებში გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს ქალაქი გორი. შეჯიბრებაზე გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლისა და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. ქალაქ გორში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 20-მდეთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც უიასპარეზეთ 97 კილოგრამის კატეგორიაში. გახდა ჩემპიონი, 4 შეხვედრა მოვიგე, ფინალში მყავდა ძალიან მაგარი ბიჭი, ევროპის პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი. ასევე მინდა მადლობა მოვუხადო აქვე ჩემ ტრენერებს, აქ ყველა მყოფ ბიჭებს, სპორტსმენებს, ასევე ექიმებს, კოჭის ტრავმა მქონდა და შენირად მომიჩინეს ეს კოჭი და მადლობა ყველას. გორში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, რაც ძალიან სასიხარულოა. თავს გულზნობდი როგორც საკუთარ სახლში, გულშემატკირავდნენ, მადლობა მინდა მოუხადო ბიჭებს. ჩავატარე 4 შეხვედრა და გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ამის შემდეგ გავივლი ჩეკრებებს და მოვიზადები საერთაშორისო ტურნირისთვის ჯერ რუმინეთში და შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის იტალიაში. 26-27 აპრილს გორის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მე პირადად ვიასპარეზე 38 კილოგრამის კატეგორიაში ჩავატარე 5 შეხვედრა, 5 წარმატებით გავიარე და დაიკავე პირველი ადგილი. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ შეჯიბრისთვის და შედეგისთვისაც დიდი ხანი ვემზადებოდი და ჩემი გამარჯვებისთვის მადლობას ვუხდი ჩემპიონატს არჩილ ბარამიძეს და ვის ჩემ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. გორში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც გავხდი ჩემპიონი 86 კილოგრამში. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს დარბაზს, ტრენერებს, ამათ დამსახურება ეს შედეგი. გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დავიკავეთ, ძალიან ბედნიერები ვართ და ყველაფერი კარგად დამთავრდა ამ შეჯიბრზე და კმაყოფილები ვართ ჩვენი შედეგით. მოგიხსენებათ, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი გორში ახალგაზრდებს შორის, სადაც ჩვენმა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა. წარმატებულად ვიასპარეზეთ, ვფიქრობ 10 წონით კატეგორიიდან 6-ში ჩემპიონები გავხდით. მადლობას გადავუხდი ჩემს პირად მწვრთნელს არჩილ ბარამიძეს, ასევე მადლობას გადავუხდი ბიჭებს, ჩვენს სპარინგ პარტნიორებს და მთლიანად დარბაზს, იმიტომ რომ მათ გარეშე ეს შედეგი შეუძლებელი იქნებოდა. მომავალში იქნება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, სადაც ვფიქრობთ, რომ წარმატებულად ვიასპარეზებთ, უბრალოდ შევეცდებით, რომ წარმატებით ვიასპარეზოთ და შევეცდებით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ ოქროს მედლით დავუბრუნდეთ საქართველოში.